პარლამენტმა მესამე მოსმენით დღეს რამდენიმე კანონპროექტი დაამტკიცა, რომელთა შორისაა ფარა, მედია სტანდარტებთან და ღალატის მუხთან დაკავშირებული ცვლილებები. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ფარას სახით მიღებული ამერიკული სტანდარტის ზუსტი ასლის კანონი. ფარას მიხედვით, სუბიექტის უცხოეთის პრინციპალის აგენტად რეგისტრაციის საკითხები წესრიგდება. კანონის აღსრულება კი ანტიკორუფციულ ბიუროს დაევალება. მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებით მაუწყებლებს უცხოეთიდან დაფინანსების მიღება აეკრძალებათ. ამასთან პარლამენტში მიღებული გადაწყვეტილებით სისხლის სამართლის კანონმდებლობაში სამშობლოს ღალატის მუხლი დაბრუნდა. ყველა კანონი, რომელიც მიღებული არის ანალოგი იმ კანონებისა, რომელიც დემოკრატიულ სამყაროში არსებობს. ვინმე თუ დასვავს შეკითხვას, რატო არ უნდა ღებულობდეს NGO მონაწილეობას ყველა სახელმწიფო გადაწყვეტილების მიღებაში, ქუჩაში გაიხედეთ და პასუხსაც მიიღებთ. არასამთავრობო ორგანიზაციები სათავეს ჩაუდგნენ პოლიტიკურ მოძრაობას და არა მარტო პოლიტიკურ მოძრაობას, არამედ შეტევას, დესტაბილიზაციის სამოქმედო გეგმას. რაც შეეხება ფარას კანონს, ვინ იტყვის? გარდა ადამიანებისა, რომელიც აბსოლუტურად სახელმწიფოს წინააღმდეგ არიან დაგეშილები, ვინ იტყვის იმას, რომ გამჭვირვალობა რაიმე საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტს არღვევს. პირიქით, მე მგონი სწორედ ეგ არის მთავარი პრინციპი იმისა, რომ სახელმწიფოში იყოს ყველაფერი გამჭვირვალე, წინააღმდეგ შემთხვევაში ის თანხები შეიძლება შავფულად შევაფასოთ, რომელიც შემოდის და იხარჯება. რაც შეეხება მედია კანონს, რასაკვირველია აქაც ის სტანდარტია, რომელიც თუნდაც ბრიტანეთში არსებობს. თავისუფალი რედაქციული სარედაქციო პოლიტიკა არ ნიშნავს იმას, რომ მედია უნდა იყოს გამოყენებული კონკრეტული პოლიტიკური მიზნისათვის. იგივე თუნდაც საკითხი მოღალატეობის მუხლის შემოტანასთან დაკავშირებით. არის ცალკეული საკითხები, რომელიც ისჯება სისხლის სამართლის წესით, მაგრამ მათი ერთობლიობა რასაკვირველია წარმოადგენს ღალატს, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს დაფიქსირებული. როგორც ერთი დიდი დანაშაული, როდესაც პატარა ქვეყანას ამდენი გამოწვევები აქვს.